დამატებით 1500 ამერიკელი ჯარისკაცი უერთდება მექსიკის საზღვარზე უკვე ჩასულ 2500-იან შემადგენლობას. ეს პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ძლიერი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. თუ შეერთებული შტატების კანონს და არ უღებთ, შინ დაგაბრუნებენ, დაგაკავებენ, გაგასამართლებენ. ნუ ჩამოხვალთ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით ჯარისკაცები სამართალდამცავებს საზღვრების უკეთ გაკონტროლებაში, მიგრანტთა შეკავებაში და ფიზიკური ბარიერების აღმართვაში დაეხმარებიან. მომდევნო კვირებში იქ არმიის კიდევ უფრო მეტ ქვედანაყოფს ელიან. მართალია ჯარისკაცების ნაწილი შეიარაღებულია, მაგრამ ისინი მიგრანტებს არ დააკავებენ, რადგან არმიას სამართალდაცვით ქმედებაში ჩარევა კანონით ეკრძალება. თუმცა თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში შეჭრის აქტს აამოქმედებს, მაშინ ჯარისკაცებს ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანთა დაკავების, ჩხრეკისა და სხვა ქმედების უფლება მიეცემათ. ტრამპს ეს პრობლემა არ გამოუგონია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მას სურს საზღვრების უფრო მეტად დაცვა, ვიდრე ამას თეთრ სახლში მისი წინამორბედები განსაკუთრებით დემოკრატები აკეთებდნენ. არმიის ქვედანაყოფები მესაზღვრეებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების დეპორტაციაშიც ეხმარებიან. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, მათ სამხედრო თვითმფრინავებით სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უკვე არაერთი რეისი განახორციელეს.